მოგესალმებით ევრონიუსის გადაცემაში 12 წუთი. დღეს ჩემი სტუმარია კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ანანდი. ქალბატონო მინისტრო, დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ. ჩვენ ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ვიმყოფებით, მაგრამ სანამ თავდაცვის საკითხებზე გადავიდოდე, მინდა ჯერ პოლიტიკის შესახებ ვისაუბროთ. საქმე ისაა, რომ კანადამ მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომელიც როგორც წესი, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების დროშის ქვეშ ტარდება. რატომ? ჩვენ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე მიწვეული პირველი ქვეყანა ვართ, რომელიც ამ ჯგუფის წევრი არ არის. მე კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან ერთად დავესწარი ამ შეხვედრას და ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს ვითანამშრომლოთ ევროპასთან, იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენ მსგავსად ფიქრობენ. ეს უკვე აისახა რამდენიმე შეთანხმებაში, როგორებიცაა ნაბიჯი ევროპის უსაფრთხოებისკენ, ეგრეთ წოდებული სეიფი, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობა, ასევე კანადასა და ევროკავშირის შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ეგრეთ წოდებული სეტა. ეს ყველაფერი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისა და ალიანსის ნაწილია. ევროკავშირში ამჟამად ძალიან ბევრ საუბრობენ ერთ საკითხზე. ხალხი მსჯელობს, თუ რამდენად დასაშვებია, რომ კანადა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამ საკითხს თქვენც აქტიურად განეხილავთ? გასულ წელს პრემიერ-მინისტრად კარნი რომ ავირჩიეთ, მას შემდეგ ძირითადად სავაჭრო ურთიერთობებს ვაფართოვებთ მრავალი მიმართულებით და გაორმაგებული ძალით მუშაობთ ეგრეთ წოდებული ზომიერი ძალაუფლების ინიციატივაზე, რომელზეც პრემიერმა დავოსში ისაუბრა. ეს კი ნიშნავს მსგავსი მიდგომების მქონე ქვეყნებთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით სხვა ზომიერი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოებთან, რაც განისაზღვრება სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, როგორებიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკური ინტერესები, სოფლის მეურნეობა და აგრარული პროდუქცია, ხელოვნური ინტელექტი. ფაქტია, რომ კანადა აორმაგებს თავის კავშირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პრემიერის გამოსვლამ დავოსში მედიის დიდი ყურადღება მიიპყრო. მან თავისი მოსაზრება გაიმეორა სომხეთშიც. მას ჯერა, რომ ჩვეული მსოფლიო წესრიგი იცვლება და შესაძლოა აღარც აღდგეს, მაგრამ ახალი ეპიცენტრი შეიძლება იყოს ევროპაში. მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ ასეთი რამ. როგორ გგონიათ, რამდენად ვისაუბრებდით ასეთ საკითხებზე და ასეთი ტონით პრეზიდენტად ტრამპი რომ არ აერჩიათ? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა ევროპელებისთვის. თქვენი ურთიერთობა გარემოებამ განაპირობა თუ მას მართლაც აქვს გამართლება? ჯერა რომ უნდა მოვუძებნოთ პრაგმატული თანამშრომლობის გზები შესაბამის ქვეყნებთან, რათა მივიღოთ სარგებელი როგორც ეკონომიკური, ისე თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით. აი ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას კანადაში და მართლაც გასულ წელს ხელი მოვაწერეთ 20-ზე მეტ შეთანხმებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების თავდაცვისა და ეკონომიკის საკითხებზე. და ეს მხოლოდ დასაწყისია. პრემიერ-მინისტრმა კარნიმ ამას გლობალური სისტემის რღვევა უწოდა. ეს რღვევა ნიშნავს, რომ ჩვენ ან უკან უნდა დავიხიოთ, ან წინ წავიდეთ როგორც ზომიერი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო, შევქმნათ ახალი კავშირები და გარანტია იმისა, რომ ჩვენ საკუთარ მოსახლეობას პრაგმატულ პოლიტიკას ვთავაზობთ. აი სწორედ ასეთია დღეს კანადის მიდგომა. კარგად რომ გაიგოს ევროპელმა მაყურებელმა. მინდა დავაზუსტო. იმის თქმა გნებავთ, რომ ეს ახალი ურთიერთობები გაუძლებს დროის გამოცდას და რომ ეს არ არის პასუხი ტრამპის მეორე ვადაზე? გჯერათ, რომ არსებობს საშუალოვადიან პერსპექტივაში რაღაცის შექმნის პოტენციალი? ეს გაუძლებს დროის გამოცდას, იმიტომ რომ ეს არ გახლავთ უბრალოდ პოლიტიკური პასუხი. არ არის პოლიტიკური პასუხი. ეს პოლიტიკური პასუხი ეფუძნება მსგავს აზროვნებას, საერთო ღირებულებებს, რწმენას იმისა, რომ ტერიტორიული მთლიანობა, სახელმწიფოს სუვერენიტეტი და მრავალმხრივი ვაჭრობა ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებებია, რომლებზეც გავაგრძელებთ თანამშრომლობას კოლექტიურად, როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. აუცილებლად უნდა ვახსენო უკრაინაც. ბრიუსელში დამატებითი სანქციების გამოსაცხადებლად ჩამოვედი. 28 ახალი სანქცია მოქმედება რუსული, იურიდიული და კერძო პირების წინააღმდეგ უკრაინის სასარგებლოდ. თითქმის 26 მილიარდი დოლარი გავიღეთ უკრაინის სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის დასაცავად და ისევ დავუდგებით უკრაინას გვერდით, როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. $6 billion for Ukraine's sovereignty and the rule of law, and we will continue to stand with Ukraine in the short and the long term. აუცილებლად უნდა გკითხოთ ერთი რამ უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან დიდი ვნებათაღელვა იყო ცოტა ხნის წინ. მსჯელობდნენ, რომ რუსეთთან შუამავალი მხოლოდ ამერიკა აღარ უნდა იყოს და რომ უპრიანი იქნებოდა ევროპული დელეგაციის ჩართვაც. მაინტერესებს, კანადაც ხომ არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებებში ჩართვით და როგორ გონიათ, რამდენად არის ახლა შესაფერისი დრო იმისთვის, რომ რუსეთთან უშუალო საუბარი აწარმოონ ევროპელებმა და არა ამერიკამ?
კი პასუხებთ იმას, რაც არაერთხელ მithქვამს ადრეც, რომ უკრაინის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი შუამავალი უნდა შეირჩეს უკრაინის თანხმობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობები, რომლებსაც ზელენსკი დათანხმდა, იყოს დაცული. როგორც ვხედავთ, რუსეთი გაუმართლებლად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს, არღვევს ნაკისრ ვალდებულებებს, საერთაშორისო სამართალს და უკანონოდ ხოცავს უკრაინელებს, ჯარისკაცებს და იტაცებს უკრაინელ ბავშვებს. ეს მიუღებელია. კანადა მტკიცედ უპირისპირდება რუსეთს ყველა პუნქტთან დაკავშირებით. მოდი მედიაციის საკითხს დავუბრუნდეთ, რადგან როგორც ჩანს, თავად უკრაინელები აცნობიერებენ, რომ დადგება დრო, როცა ევროკავშირს მოუწევს რუსეთს ერთ-ერთზე დაელაპარაკოს. სხვა შემთხვევაში პრეზიდენტი ტრამპი მიუჩნდება მოლაპარაკებების მაგიდას. არადა დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რამდენად ადარდებს მას ევროპისა და უკრაინის ინტერესების დაცვა. თუკი სწორედ ასეთ შუამავალს დათანხმდებიან უკრაინა და ევროპა, დაუჭერს თუ არა კანადაც მხარს. მინდა გავიმეორო, რომ კანადა მხარს უჭერს უკრაინის მთავრობის მიერ შესრულებულ სამუშაოს და პრეზიდენტ ზელენსკის და მოდი ვაღიაროთ, რომ უკრაინა მტკიცედ დგას, როგორც ვხედავთ ახლა, სხვადასხვა ქვეყანა უკრაინას მხოლოდ კი არ ეხმარება, არამედ მას საბრძოლო გამოცდილების გაზიარებასაც სთხოვს, მათ შორის დრონების ტექნოლოგიასაც. თქვენ მიანიშნებთ, რომ სოფლიოში არეულობაა ახლო აღმოსავლეთშიც. ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა ისიც თქვა, რომ მისი აზრით ნატოს ქვეყნებმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, დახმარებოდნენ არაფერი გააკეთეს ნატოსთვის და ყველა ამ ქვეყანას ქაღალდის ვეფხვი უწოდა. როგორია თქვენი დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით? ახლო აღმოსავლეთში ცეცხლი ხანგრძლივად უნდა შეწყდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია უნდა იყოს თავისუფალი, როგორც ამას ითხოვს საერთაშორისო კანონი. რაც ახლა არ ხდება. ეს ნიშნავს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ საპასუხო თავდასხმები უნდა შეწყდეს. ასევე ნიშნავს, რომ ირანში უნდა შეწყდეს ბირთვული იარაღის გავრცელება. ეს ყველაფერი კი კანადის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებია ამ წუთას. ჩვენ სპარსეთის ყურეში ჩვენი პარტნიორების გვერდით გავართ. რაც შეეხება ჰორმუზის სრუტეს, მაინც ვინ უნდა გახსნას იგი, რადგან იქ არსებული მდგომარეობა უამრავ გართულებას იწვევს მთელი მსოფლიოს ეკონომიკაში. ევროპაში უკვე საუბარია სტაგფლაციასა და სავარაუდო რეცესიაზე. ვინ უნდა გახსნას სრუტე, რადგან ცხადია, რომ ამას ამერიკა მარტო ვერ მოახერხებს. მართალი ბრძანდებით, ის შედეგები, რომლებიც ეკონომიკური და ჰუმანიტარული კუთხით მივიღეთ, უაღრესად შემაშფოთებელია. გლობალური ეკონომიკა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას იმის გამო, რომ მსოფლიოს ენერგორესურსებით მომარაგების 20% ჰორმუზის სრუტეშია მომწყდეული. თანაც ეს ენერგორესურსების გარდა ეხება სასუქებსაც, ჰელიუმსაც. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ჰორმუზის სრუტე ღია უნდა იყოს და ეს საკითხი მხარეებმა უნდა ჩართონ მოლაპარაკებების დღის წესრიგში. გამოდის თქვენი პოზიცია უცვლელია? სანამ იქ ომი და ცხელი თქვენ ამაში არ ერევით. ხოლო თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ, შესაძლოა ამ სანაოსნო მისიაში ჩართვაზე იმსჯელოთ. როდესაც იქ ცეცხლის საბოლოოდ შეწყდება, კანადა მზად იქნება მოიფიქროს, თუ რით შეუძლია დახმარება. ეს შეიძლება იყოს მაგალითად ჩვენი გამოცდილება განაღმით სამუშაოებში, ან კიბერსფეროში, ან მონაცემთა დამუშავებასა და ლოგისტიკაში. მაგრამ ეს ყველაფერი თავდაცვის მინისტრის კომპეტენციაა და ის ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს კოლეგებთან, ისევე როგორც მე ვმუშაობ დიპლომატიურ სარბიელზე. რასაკვირველია, ქალბატონო მინისტრო, რაც შეეხება ნატოს, კანადა უკვე ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს. გმადლობ, რომ აღნიშნე. კანადამ არაერთხელ განაცხადა, რომ ძალიან სერიოზულად მოკიდებს ხელს თავდაცვასა და უსაფრთხოებას ამიერიდან, რომ ეს აუცილებელია და მთავრობის პრიორიტეტია და მაინც საინტერესოა, რამდენად საკმარისი იქნება ეს ყველაფერი იმისთვის, რომ თურქეთში დაგეგმილი სამიტი კონსტრუქციული იყოს. მაინც რა ტიპის შეხვედრას ელოდები თურქეთში? იმიტომ რომ როგორც ვხედავ, მაინც და მაინც ლიერ ნატოზე არ არის საუბარი. ამ ინსტიტუტის შიგნით სერიოზული დაძაბულობაა. ნატო მტკიცე ორგანიზაციაა. კანადა ნატოს დამფუძნებელი წევრია და ჩვენ არასდროს ავარიდებთ თავს რთული საკითხების განხილვას. ისევე როგორც არ აგვირიდებია, როდესაც გასულ წელს ყველა ქვეყანა შევთანხმდით, რომ 2%-იანი ნიშნული 5%-ამდე გაგვეზარდა. მე დავესწრები ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შვედეთში, რათა განვიხილოთ თუ რა შეიძლება ველოდოთ თურქეთში ივლისში.
July. მაგრამ რამდენად კონსტრუქციულია ეს საუბრები? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მაგალითად მე რომ მიხდებოდეს ამ საკითხებზე მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნა, ვიტყოდი, რომ მოკავშირეების მიმართ ძალიან დიდია მოლოდინი. მათ დახმარება სჭირდებათ. ასევე ფულიც უნდა გადაიხადონ. ახლა 5%-ია გადასახდელი. ამ დროს კი პასუხად ხანდახან მესმის არამთლად აგრესიული გამოთქმები, მაგრამ საკმაოდ უპატივცემულო სიტყვები. ეს მოკავშირეების უპატივცემულობაა. ამ განხილვების დროს რამდენად აპირებთ განაცხადოთ, რომ დიახ ჩვენ კონსტრუქციულები ვართ, მაგრამ ასეთი ტიპის გამოთქმები მიუღებელი უნდა იყოს. ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან უკვე მრავალი წელია ვზივარ. მე ეროვნული თავდაცვის მინისტრი ვიყავი 2022 წელს, როდესაც რუსეთი უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში და მონაწილეობდი ნატოს სამიტებში. როგორც წესი, ნატოს სამიტის წინ ხდება განხილვა თუ რაზე უნდა ვიმსჯელოთ წელს. ისევ რთული საუბარი გველოდება, თუმცა ნატო მტკიცე ორგანიზაციაა. ყოველთვის ერთსულოვანი ვერ ვიქნებით, მაგრამ ყოველთვის ჩავერთვებით დისკუსიაში და ვიმუშავებთ მანამ, სანამ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საუკეთესოდ იცავს ჩვენს ინტერესებს კოლექტიური უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით. Towards a solution that represents the best interests of collective defense and security. და ბოლოს, როგორ აფასებთ გენერალური მდივნის მოღვაწეობას? როგორც იცით, მასზე სერიოზული ზეწოლა მოახდინა რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, რომლებიც ეუბნებიან, რომ შენი საქმეა დაიცვა მთლიანი ალიანსის და არა მისი მხოლოდ ერთი წევრის ინტერესები. ამ ერთში, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პრეზიდენტ ტრამპს გულისხმობს. თქვენს ეთანხმებით, რომ ამ გენერალურმა მდივანმა ყველასთვის უნდა იმუშაოს? ეს ადამიანი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო განსაკუთრებით არქტიკასთან დაკავშირებით. ალბათ გახსოვთ, როგორ ვაძლიერებდით ზეწოლას, როდესაც გრენლანდიაში ნატოს არქტიკული სტრატეგიისთვის საკონსულოს ხსნიდით და ნატო არქტიკის საგუშაგოს მისიის ინიციატივით გამოვიდა. ჩვენ უფრო სიღრმისეულად ვიმსჯელებთ არქტიკის გაფართოებულ სტრატეგიაზე. ასე რომ დიახ, ნამდვილად ველოდები, რომ გენერალური მდივან რუტესთან ერთად მომავალ თვეებსა და წლებში ბევრს ვიმუშავებთ. In the months and years to come. Well, Minister, thank you so much for joining us here in from Euronews. Დიდი მადლობა.